მოგესალმებით, მე ვარ დავით გძელიძე, ელექტრონული სახელმძღვანელოს ინტერნეტ მარკეტინგის ავტორი და ამ ვიდეო პრეზენტაციაში მცირე მიმოხილვას გავაკეთებ თუ რას ეხება და რა ცოდნას მიიღებთ შემოთავაზებული სახელმძღვანელოთი. მაგრამ სანამ ნაშრომში განხილული მასალების აღსაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ზოგადად ინტერნეტ მარკეტინგის არსს და მნიშვნელობას. ინტერნეტ მარკეტინგი არის სხვისიან საკუთარი მომსახურების ან პროდუქციის შეთავაზება ინტერნეტის მეშვეობით, რომელიც გულისხმობს ბრენდის პრომოუშენს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. ამ თითოეულის განხილვა ძალზედ შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამ შემთხვევაში დავუახლოვდეთ იმ ძირითად მარკეტინგურ საქმიანობებს, რომლებიც არის ძალზედ აქტუალური და რომლებიც მოცემულია ამ სახელმძღვანელოში. სახელმძღვანელოში მოცემული მასალა ეხება ყველაზე წარმატებულ მარკეტინგულ საქმიანობებს, როგორებიცაა მომსახურება კომპანიებს, ინტერნეტ რეკლამა. ამ შემთხვევაში საუბარი ერთ-ერთი წარმატებული პროდუქცია Google AdSense და affiliate marketing, ანუ პარტნიორული პროგრამები. ამ ყველაფრის უკეთ გასაგებად კი მე შევეცდები თითოეული მცირედით განვარტყო. პირველი თავი ეხება მომსახურება კომპანიებს, ანუ ამ შემთხვევაში საუბარია ქართულ ბაზარზე და განვიხილოთ თუ რა იგულისხმება ამ ყველაფერში. ანუ გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტ მომხმარებლების რიცხვი საქართველოში დიდი სისწრაფით იზრდება, ასევე იზრდება ინტერნეტში ჩართულობის შუალედიც. შესაბამისად, ქართულ ბაზარზეც ჩნდება კომპანიების მხრიდან ონლაინ პროექტების განხორციელების ზორველი. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და ონლაინ კამპანიების განხორციელებას ჭირდება შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. ამავდროულად, განსხვავებული მეთოდებით ხდება მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვაც და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაც. ამიტომ ინტერნეტ სივრცის ათვისებისას კომპანიებს უწევს ინტერნეტ მარკეტოლოგების მოძიება და ონლაინ კამპანიის ეფექტური განხორციელება. შესაბამისად, გამოცდილი ინტერნეტ მარკეტოლოგების მოთხოვნა ქართულ ბაზარზეც საგრძნობლად უკვე იზრდება. ასევე ჩვენ შეგვიძლია კომპანიებს შეთავაზოთ შემდეგი მომსახურებები: საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, ბლოგის შექმნა და მართვა, email მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი და სხვა ეფექტური მომსახურებები. ეს რაც შეეხებოდა ქართულ ბაზარს. შემდეგ გადავიდოთ Google AdSense და გავიგოთ თუ რა არის Google AdSense და როგორაა შესაძლებელი ამ ყველაფრიდან შემოსავლების მიღება. AdSense არის Google-ის სარეკლამო სერვისი, რომლის საშუალებითაც საიტების მფლობელს საიტზე შეუძლიათ რეკლამები განათავსონ, რომლებიც საიტის კონტენტის რელევანტურია, ანუ თავსებადი იქნება. რა თქმა უნდა, რეკლამების კონტენტთან თავსებადობას Google თავისივე საძიებო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს. რაც მთავარია, თითოეულ რეკლამაზე დაწყებებისას Google გვიხდის გარკვეულ თანხას. ეს თანხა სხვადასხვა ფაქტორებით გამოითვლება და ამაზე უკვე სახელმძღვანელოში ვისაუბრებთ. Google AdSense მთლიანად დაფუძნებული AdWords სერვისი. ეს არის სერვისი, რომელიც დახმარებითაც მსურველი ათავსებს რეკლამას Google-ში, ხოლო ეს რეკლამა კი გამოჩნდება AdSense-ში გაწევრიანებულ საიტებზე. რეკლამის განთავსებელი აწესებს სარეკლამო ბიუჯეტს და იმ მაქსიმალურ თანხას, რითიც გადახდათ სურს ერთ კლიკზე. დაარჩევთ დეტალებზე უკვე ვისაუბრეთ სახელმძღვანელოში. შემდეგ გადავიდეთ affiliate marketing-ზე. ანუ ეს არის affiliate პროგრამები იგივე. affiliate პროგრამების საშუალებით მსურველს შეუძლია განათავსოს საკუთარი ფიზიკური თუ ელექტრონული პროდუქტი ამ პროგრამაში, ხოლო ამ პროგრამაში გაწევრიანებულ affiliate-ს, ანუ იგივე პროდუქტის დისტრიბუტორს საშუალება აქვს ჩაერთოს და გაყიდოს სხვისი ფიზიკური თუ ელექტრონული პროდუქტი. affiliate პროგრამაში ჩართულ ადამიანს ეძლევა უნიკალური affiliate პროდუქტის ლინკი, რომელიც შეუძლია გაავრცელოს სხვადასხვა საშუალებით, იგივე საიტზე ბანერების დადებით, email შეთავაზებით, სოციალური ქსელების დახმარებით და ასე შემდეგ. ამ უნიკალური ლინკიდან გადასული ადამიანი თუ იყიდის საქონელს ან შეასრულებს სხვა რაიმე კონკრეტულ ქმედებას, თქვენ მიიღებთ საკომისიოს. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ნაშრომის განხილვაზე. ნაშრომი დაყოფილია სამ ქვეთავად, რომლებშიც განხილულია სამი ძირითადი აქტუალური საკითხი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ადვილად დაეუფლოთ თითოეულს და დაიწყოთ შემოსავლების გაზრდა. პირველ თავში განხილულია მომსახურება კომპანიებს, იგულისხმება ქართული ბაზარი. მეორე თავში განხილულია Google AdSense, რა თქმა უნდა, უცხოური ბაზარი, ხოლო მესამე თავში განხილულია affiliate marketing-ი, ესეც რა თქმა უნდა, უცხოური ბაზარი. ეხლა განვიხილოთ თითოეულ დეტალურად და გავიგოთ თუ რა საკითხებს გავიცნობთ თითოეულ თავში. პირველ თავში, როგორც აღვნიშნეთ, განხილულია კომპანიების მომსახურებები და ძირითადი შესაძლებლობები, რომლის შედეგადაც უზრუნველყოფთ კომპანიის მომსახურების ან პროდუქციის ეფექტურად რეალიზებას ინტერნეტ სივრცეში. ამისათვის განხილულია შემდეგი საკითხები: სოციალური მედია მარკეტინგი, რომელიც გულისხმობს სოციალური ქსელების სრულ ათვისებას, სადაც განხილულია მომხმარებლების მოზიდის გზები და სოციალური ქსელების ღირებული შესაძლებლობები.
რომელთა შედეგადაც მოვიძებთ მიზნობრივ აუდიტორიას და შევძლოთ ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას. შემდეგ განვიხილავთ ვიდეო მარკეტინგის ეფექტურად განხორციელების გზებს და მათ შესაძლებლობებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, განხილული მაქვს ვიდეოს დამუშავება და ამ ვიდეოდან ტრაფიკის ვიზიტორების მოზიდვის მეთოდები. შემდეგ განვიხილავ იმ ძირითად კატალოგებისა და განცხადებების განთავსების რესურსებს, რომლებშიც მოვახდენთ ჩვენი პროდუქციის მომსახურების დამატებასა და სარეკლამო შეტყობინებების განთავსებას. იგულისხმება კომპანიები, რომლებთანაც გავაგრძელებთ შემდეგ თანამშრომლობას. შემდეგ განვიხილავ საიტის შიდა ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს საიტის საძიებო სისტემებში დაწინაურებას. საიტის საძიებოს პირველ გვერდზე მოხვედრა კი ნიშნავს მიზნობრივ აუდიტორიასთან თქვენი მომსახურების და პროდუქციის ადვილად მიტანას. საიტის შიდა ოპტიმიზაცია არის პირველი ამოცანა, რომელიც უპირველესად უნდა განხორციელდეს, რათა შევძლოთ საძიებო სისტემის წინა პოზიციებზე გასვლა და მაქსიმალურად დავუახლოვდეთ მიზნობრივ აუდიტორიას. შემდეგ განვიხილავ თავად საძიებო სისტემებში რეგისტრაციას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადვილად შევძლოთ საძიებო სისტემის პირველ გვერდზე მოხვედრა. ასევე ამ თავშივე განთავსებულია მცირე ქვეთავი, რომელიც ეხება საიტის შექმნას, კონკრეტულად კი განხილულია შემდეგი საკითხები: დომენი და ჰოსტინგი. ამ განყოფილებაში განმარტებულია თითოეული მათგანი, ასევე რჩევის სახით მოცემულია საუკეთესო დომენისა და ჰოსტინგის რეგისტრატორი კომპანიების ჩამონათვალი. შემდეგ თავში განხილულია საიტის შექმნა Dreamweaver-ში და WordPress-ში, ასევე აქვეა საჭირო პლაგინები. ასევე მცირე ადგილი ეთმობა უფასო ბლოგების შექმნას. ეს რა თქმა უნდა, ბევრმა თქვენთაგან უკვე იცის, მაგრამ ახალ ბედებისთვის მაინც საჭირო ინფორმაციაა. და ასევე ამ განყოფილებაში განხილულია ჩვენი არსებული მომსახურებების ეფექტურად შეთავაზების ფორმები. კონკრეტულად განხილული მაქვს ორი ძირითადი შეთავაზება. პირველი ეს არის მომსახურების შეთანხმების საფუძველზე და მეორე გამომუშავებით, ანუ პროცენტულად. შემდეგ თავში განხილულია Google AdSense. კონკრეტულად კი განმარტებულია პირველ რიგში ზოგადად AdSense რა არის. შემდეგ რეგისტრაცია AdSense. განმარტებულია ნიშის კვლევა, საძიებო სიტყვების კვლევა, მოცემულია პრაქტიკული მაგალითი ნიშის keyword-ის შერჩევაზე. შემდეგ განხილულია კონტენტის შექმნა, ტრაფიკის ანუ ვიზიტორების მოზიდვის ძირითადი საშუალებები, ანუ ფორუმ მარკეტინგი, სოციალურ ბუკმარკები, არტიკ დირექტორიები და ბლოგ კომენტარები. თითოეულში განმარტებულია ბექლინკების მოპოვება და მიზნობრივი აუდიტორიის მოძიება. შემდეგ თავში განმარტებულია affiliate marketing. კონკრეტულად კი განმარტებულია პირველ რიგში ზოგადად რა არის affiliate marketing. შემდეგ განხილულია მეთოდები, რომელსაც გავყიდით ეფექტურად. ასევე განხილული მაქვს ჩემი ნაშრომის გაყიდვების სტრატეგია, რაც ასევე ღირებული ინფორმაციაა. შემდეგ განხილულია ClickBank-ზე რეგისტრაცია, ასევე ClickBank-ზე პროდუქტების შერჩევა. შემდეგ განხილულია Regnow-ზე რეგისტრაცია, პროდუქტების შერჩევა და კუპონების, ანუ ფასტაკლებების შექმნა. და აი სულ ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ამ სახელმძღვანელოშია საუბარი. და ეხლა დარჩა ყველაზე მთავარი და აღსანიშნავი ფაქტი, ანუ დავსვათ ესეთი შეკითხვა, რამდენ ხანშია შესაძლებელია ამ ყველაფრის შესწავლა? პირველ შემთხვევაში რა გამიჭირდება დაზუსტებით პასუხის გაცემა, ვინაიდან ყველაფერი თქვენს მონდომებაზე ამჟამად არსებულ ცოდნაზეა დამოკიდებული, თუ რა ცოდნა გაგაჩნია, თუ თქვენ საშუალო დონეზე ფლობთ ინტერნეტზე რეგისტრაციის ფორმების გავლა თქვენთვის რაიმე პრობლემას არ წარმოადგენს, დროის მცირე მონაკვეთი თქვენ უკვე გახვალთ მოგებაზე. დავსვათ შემდეგ შეკითხვა, რა თანხის გამომუშავება შესაძლებელი? ესეც რა თქმა უნდა დამოკიდებულია თქვენს მონდომებაზე, თუ არ დაიზარებთ და ცოდნის მიღებას არ დაიშურებთ და ასევე არ დაიშურებთ კომპიუტერთან პრაქტიკული მაგალითების შესრულებასა და მთელი სერიოზულობით მოეკიდებით საქმეს, სრულიად შესაძლებელია 2-3 თვეში უკვე თქვენმა შემოსავლებამ მიაღწიოს $500. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მთავარია მოინდომოთ და საქმეს მეტად მნიშვნელოვნად მოეკიდოთ და როდესაც პირველ რთულ ნაბიჯებს გადადგავთ, თქვენ საოცრად გაგიადვილდებათ ყოველი სირთულე და ასევე პირადად შეიმუშავებთ განსხვავებულ მეთოდებს, რაც საგრძნობლად გაზრდის თქვენს შემოსავლებს. აი სულ ეს იყო, ისეთ თქმაც მე მსურდა ამ ვიდეო პრეზენტაციაში, გისურვებთ წარმატებებს.